მობილური იუსტიციის სახლების არეალი ფართოვდება, პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტის მიღებას, სამოქალაქო და საჯარო რეესტრის მომსახურებებს, სოციალური და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისებს, კიდევ 40-მდე სოფლის მოსახლეობა ქალაქში ჩასვლის გარეშე მიიღებს. ეს კი მათ დროსა და ფინანსებს დაუზოგავს. მობილური იუსტიციის სახლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ზოგავთ როგორც დროს, ასევე ფინანსებს, აღარ გვიწევს მცხეთაში და თბილისში სიარული. ჩვენს პირადობას ჰქონდა ვადა გასული, შევიტანე განაცხადი და სოფლიდან გაუსვლელად მომიტანეს ადგილზე პირადობა. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმ გაგებით, რომ აღარ გვიწევს სხვაგან წასვლა, იმის ფიქრი, რომ აი როგორ წავიდეთ, როგორ მივიდეთ, არის ადგილზე ყველაფერი. და ეს მოსახლეობისთვის არის ძალიან ხელმისაწვდომი. ჩვენი ჩასვლა მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოსახლეობას ადგილზე ვაწვდით 500-მდე სერვისს, რისთვისაც ყოველთვის გვგრძნობთ მომხმარებლის კმაყოფილებას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით მობილურმა იუსტიციის სახლმა 250-მდე სოფელი მოიცვა და 200,000-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა. ეს ციფრები აჩვენებს, რამდენად საჭირო და მოთხოვნადია ეს პროექტი, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი რეგიონებისთვის. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, იგეგმება მობილური იუსტიციის სახლების არეალების გაფართოება, რაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიტანოთ მოქალაქეებთან, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების სერვისები. პროექტი 2021 წელს დაიწყო და დღეს უკვე საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. ეს არის სერვისი, რომელიც სახელმწიფოს მოქალაქესთან მიაქვს და ქმნის ხელმისაწვდომ და თანამედროვე მომსახურების სისტემას. დამატებით 37 სოფელში ხელმისაწვდომი გახდა ყველა ის სერვისი, რომელიც გაერთიანებულია იუსტიციის სახლებში, საუბარია 500-მდე სერვისზე. მაჩვენებლები ხაზს უსვამს ამ პროექტის მნიშვნელობას და უნიკალურობას, რაც რა თქმა უნდა საფუძველია იმისა, რომ პირველ რიგში გაიზარდოს მომავალში მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობა. პროექტმა თანაბარი შესაძლებლობა შექმნა თითოეული მოქალაქისთვის, რომ მიიღონ იუსტიციის სახლის სერვისები საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.